ეხლა ჩვენ ვისაუბრებთ როგორ უნდა გავიდეთ მატრიციდან, მონური სამსახურის, ასე მატრიცული მონური სამსახურებიდან, როგორ უნდა დავახციოთ თავი ეტაპობრივად და ნელ-ნელა. მე მესმის რომ ეს ყველაფერი, ეს ინფორმაცია რასაც წავიკითხავ თქვენ ძალიან სულელურად მოგეჩვენებათ თავიდან, მაგრამ დრო გავადა ამ ყველაფერში ძალიან დიდ სიბრძნეს დაინახავთ. მოდი ხომ ტექსტს წავიკითხავ, გულდასმით მოусმინეთ და ბოლოს მცირედი განმარტებები გავაკეთოთ და ცოტაოდენი ჩვენი ესე ვთქვათ საქართველოს სიტუაციები და ოჯახური სიტუაციებიდან მოვიყვანოთ მაგალითები. აქ ჩვენ საუბრობთ იმაზე, რომ რამენაირად როგორ უნდა მოვახერხოთ და როგორ შევძლებოთ ჩვენ სამსახურებს გავანებოთ თავი. გამოვიდეთ მონური სისტემიდან, რაც ოლიგარქიულმა რეჟიმებმა და მილიარდელების ესე ვთქვათ კლასმა შექმნა მსოფლიოში რა. ეს სამსახურები ჩვენ არ გვჭირდება უბრალოდ შემოგვტენეს და დაგვადრესიროვკეს საბავშვო ბაღიდან და სკოლიდან მოყოლებული და მთელი განათლების სისტემა სინამდვილეში არა განათლებას იძლევა, არამედ გვამზადებს მონური სამსახურისთვის. ეს დიპლომები და ასე შემდგომ. ახალგაზრდები ატარებენ ხალხო მთელ ცხოვრებას სკამთან, იმიტომაც არის ამდენი დიაბეტიანი ბავშვები. სკამზე რა უნდა ბავშვს დამჯდარს 7 საათი სკოლაში, შემდგომ სახლში მიდის და მთელი დარჩენილი დღე კიდევ სკამზე ზის და დავალებებს ასრულებს. ბავშვი რომელიც უნდა იყოს აქტიური, დილიდან საღამომდე დარბოდეს და თამაშობდეს და შეიმეცნებდეს სამყაროს. ამის მაგივრად ჩვენ დაგვაპროგრამეს, რომ ჩვენ უნდა ვასწავლოთ ბავშვებს რაღაცები ვაზეპირებინოთ და ეს ყველაფერი ვაკეთებინოთ იმისთვის, რომ მომავალში მათ რამენაირად მოიპოვონ სამსახური, რომ შეძლონ სადღაც მუშაობა, მონურად მუშაობა. უამრავ სამსახურში მიმუშავია და ამაზე ყველაფერზე ნელ-ნელა მოგიყვებით. და უამრავს და ზუსტად 5 წლის წინ, როდესაც მე დავსახე გეგმად, რომ აი მე სამსახურიდან უნდა გავიდე მეთქი, მიუხედავად იმისა, რომ მცირე საქმეებს და მცირე სამუშაოებზე გავდივარ ხოლმე, რა თქმა უნდა, ეს ნორმალურია, მაგრამ ის რაც რუტინა იყო და 5 წლის წინ მე რომ დავგეგმე, იმიტომ რომ ისეთ სამსახურებში მუშაობდი და უყურებდი ხალხს, როგორ ბერდებოდნენ და საპენსიო ასაკს გადაცილებულები იყვნენ მამაკაცები, მით უმეტეს 65 წელს გადაცილებულები და ადამიანები სამსახურს თავს ვერ ანებებდნენ. ეს არის მენტალური მონობის საშინელი მდგომარეობა. მე მესმის ახლა რომ აი 3 დღეში 4 დღეში ერთხელ, 4 დღეში ერთხელ რაღაც მორიგეობა, აი პენსიაში გასულან იქ მეზობლის კაცები და რაღაც მორიგეობა და დაცვაში უმუშავიათ და მე მესმის ეს ყველაფერი, ეგ კიდე შეიძლება რომ აი რაღაცა პენსიაში ადამიანი გასული და თავი შეიქციოს რა, ისიც საზოგადოებასთან კონდეს ურთიერთობა თანამშრომლებთან, ეგ კიდე სხვა რამეა, მაგრამ როდესაც რუტინულად მუშაობენ, ეს არის საშინელება. გამოდი მატრიციდან, შეწყვიტე შენი თავის ვინმესთან ასოცირება, შეწყვიტე საზოგადოებრივ იერარქიაში შენი თავის განსაზღვრა, თუ სად იმყოფები, როგორი ფინანსური მდგომარეობა გაქვს, როგორი ბინა ან მანქანა გყავს, ეს ყველაფერი არაა მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ეს ყველაფერი რეალობაში არ არსებობს. ვიღაცა მოიფიქრე ეს სტატუსების თამაში და მთელი ხალხი ამას თამაშობს. ისწრაფიან და იღებენ თავიანთ სტატუსს. ეს ყველაფერი სისულელეა, რადგან ყველაზე მნიშვნელოვანი კრიტერიუმი ის არის, მოგწონს თუ არა შენი ცხოვრება. დანარჩენი ყველაფერი სრული ნაგავია. მე ყოველთვის გავურბოდი სამსახურს. მე მართლმადიდებელი ვარ და ზუსტად ვიცი, რასაც ასწავლიდა ქრისტემ. აი ქრისტეს ყავდა მოციქული მათე. იოანე ყვება მათეზე და ის ამბობს, რაბი, მასწავლებელო, მე უნდა წავიდე. ამ დროს ისინი სუფრასთან სხედან. ქრისტე ეუბნება, იჯექი, ხედავ ყვავები როგორ დაფრინავენ. ისინი არც თესავენ და არც ხნავენ, ხოლო მამა ზეციერი მათ აძლევს საზრდოს. შენ რა ყვავებზე უარესი ხარ რამით? მათ ეუბნება, არა, რა თქმა უნდა. ხოდა მაშინ იჯექი, ჭამე და სვი ჩვენთან ერთად და უპასუხა ქრისტემ. ნებისმიერი ქრისტიანი უნდა იყოს დაკავებული მხოლოდ შემდგომი საქმეებით, იყოს მასწავლებელი, იყოს ექიმი და იყოს მღვდელი და მორჩა, ხოლო მუშაობა შეჩერებულია. ქრისტე მოვიდა და ჩვენ გვიხსნა, ამიტომაც ჩვენ არ ვიმუშავებთ. აი ჩინელები არსებობენ და მუშაობენ და იმუშაონ კიდევაც. აი ეს ტელეფონი ჩინელებმა გააკეთეს. მე საერთოდ არსად არ ვმუშაობ, მაგრამ ვიყიდე ეს ტელეფონი. მერთმა არ ქნას რომ სამუშაოზე გამოვავლინო ის რაც იცი და შეგიძლია. აი მე კი ნამდვილად მოგიწევს პახაობა. აი ეს კი ოქროს სიტყვებია. როგორ ვიცხოვროთ ისე რომ არ ვიმუშაოთ, ეს შესაძლებელია. ჩვენ თვითონ მივისწრაფვით, რათა საკუთარი თავი სამუშაო ჩარჩოებში ჩავსვათ. ჩვენს სამსახურთან დაკავშირებულ ჩვეულებას მივატოვებთ თუ არა,
მომენტალურად ცხოვრება ახალი გზების გახსნას იწყებს. სამსახურში სიარულის შეწყვეტა იმას არ ნიშნავს, რომ ადამიანმა არაფერი არ უნდა აკეთოს. ეს ნიშნავს იმას, რომ დაინახოს შესაძლებლობები, რომლებიც ყოველთვის შენს გარშემო ძალიან ახლოს იყო. მაგრამ სანამ შენ სამსახურის რუტინაში იმყოფებოდი, ამის გამო ისინი მუდამ უხილავად გამოიყურებოდნენ. როგორ ვიცხოვროთ ის რომ არ ვიმუშაოთ? ეს არის მსოფლიოში ყველა ადამიანის ოცნება. მილიარდელებისთვისაც კი ხელმიუწვდომელია, იმიტომ რომ ისინი სიტუაციის მძევლები გახლავთ. ამ ოცნების ახდენა კი შესაძლებელია. ამისათვის მხოლოდ ერთადერთი რამეა გასაკეთებელი. საკუთარ თავს უნდა დაუდგინოთ აკრძალვა სამსახურში წასვლაზე. უნდა აუკრძალო შენს თავს სამსახურში წასვლა. ახალი სამსახურის მოძებნა და ზოგადად მატრიცულ სისტემაში შენი ნებით შესვლა ცოტა არ იყოს და რბილად რომ ვთქვათ, არ უნდა გეკომფორტულებოდეს. უნდა თქვა რომ მე მუშაობას არ ვაპირებ, რადგან სამუშაო მე მონად ხდის. შემდგომ უკვე დარჩენილია მხოლოდ დინების მიმართულებით სურვა. უნდა იცხოვრო ისე როგორ პირობებშიც ცხოვრებასაც ეს სამყარო შემოგთავაზებს. ადრე თუ გვიან შენ დაგიმთავრდება ფული. მოგინდება ჭამა, კომუნალურები იქნება გადასახადი და აი ზუსტად ამ მომენტში მე გარწმუნებთ რომ აი ამ მომენტში შენი ცხოვრების იმხელა და იმდენ შესაძლებლობებს დაინახავ, რომლების მატერიალიზაციაც შეგეძლო და ამასთანავე დაკავდები საკუთარი საყვარელი საქმით. ადრე ამას შენ ვერ ხედავდი, უბრალოდ იღვიძებდი და მიდიოდი სულელურ სამსახურში. ბრუნდებოდი სახლში, დაალევდი 1 კილო ლუდს და მიდიოდი ისევ დასაძინებლად. ახლა კი შენს წინაშე გადაიშლება უზარმაზარი რაოდენობის დრო განვითარებისთვის და შემოსავლის ისეთი წყაროსთვის, რისგანაც სიამოვნებას მიიღებ და შენ შეძლებ დაკავდე შენი საყვარელი საქმიანობით და პლუს ამ ყველაფრისგან ფინანსებიც მიიღო. უბრალო ადამიანები იძულებულები არიან მთელი ცხოვრება იმუშაონ და იოცნებონ იმაზე, რომ როდესღაც მათ ჯიბეში ფული გაუჩნდებათ იმისთვის, რომ თავს მისცენ უფლება და აღარ იმუშაონ. ეს ადამიანები რესურსების მოპოვების ამ დონეზე არიან გაყინულები და მათ გონიათ, რომ ამ გაყინულობით ისინი მთავარი ფილოსოფიური შეკითხვებისგან თავისუფლდებიან, მაგრამ სინამდვილეში კი ყველა ადამიანი ადრე თუ გვიან მაინც ფილოსოფიამდე მიდის. მე ამას ყოველთვის ვამტკიცებდი და დავამტკიცებ კიდეც. თუკი დღეს ჩემს რომელიმე მსმენელს გონია რომ ფილოსოფია მას არ სჭირდება, ეს ნიშნავს იმას რომ თქვენ როგორც ბავშვები მენტალურად ჯერ არ დაბრძენებულ ხართ იმის გასააზრებლად თუ რა არის ფილოსოფია. თქვენ გონიათ რომ ფულის გამო მუშაობა და ფულზე ფიქრი მხოლოდ ეს არის ცხოვრების აზრი და არანაირი ფილოსოფია შენ არ აგჭირდება, მაგრამ ადამიანი დაიბადა არა იმისთვის რომ იმუშაოს, არამედ იმისთვის რომ უყვარდეს, ქმნიდეს და იაზრებდეს საკუთარ სულიერ მისიას. სამუშაო ეს არის ის, რომ ადამიანს აიძულებენ რომ მონურ სისტემაში იმუშაოს, იმიტომ რომ თუკი ადამიანებს რეგულარულად არ წაართმევენ რესურსებს და არ გაანულებენ, მაშინ ადამიანები მუშაობას აღარ გააგრძელებენ და მაშინ პირამიდული სისტემაც აღარ იარსებებს და შესაბამისად აღარც იარსებებს ელიტები, რომლებიც მთელ ამ რესურსებზე პარაზიტირებენ. ამიტომაც ამ პირამიდას ხელოვნურად ასულდგმულებენ, მაგრამ ამ ფინანსური პირამიდის შიგნით ყოფი ადამიანები ვერც კი აცნობიერებენ, რომ მუშაობა ცხოვრების აუცილებელ პირობას არ წარმოადგენს. ეს ხელოვნურად შექმნილი მატრიცაა. სინამდვილეში კი მოსახლეობის 20%-ზე 20%-იც კი საკმარისია იმისთვის, რომ მატერიალური სიმდიდრის სიუხვე შეიქმნას. საერთოდ არაა საჭირო, რომ ყველა ფიზიკურად დატვირთული სამუშაოთი იყოს დაკავებული. ეს ხელოვნურად შექმნილი ექსპლუატაცია მხარდაჭერილია იმის გამო, რომ პირამიდულმა იერარქიამ განაგრძობს არსებობა. როდესაც შენ მუშაობ, უნდა იცოდე, რომ ეს სჭირდება არა საზოგადოებას, არამედ ეს სჭირდება ოლიგარქების კლასს. როდესაც დილაზე მიდიხარ სამსახურში, უნდა გაიაზრო, რომ შენ მიდიხარ ოლიგარქისთვის სამუშაოდ. თქვენი ცხოვრების ყოველი წელი და ყოველწლიური მუშაობა ოლიგარქების ჯიბეში მილიარდობით დოლარს ამატებს ზევიდან და რა უნდა ქნას ადამიანმა ასეთ სიტუაციაში? უნდა დავაგროვოთ სწორი ცოდნა, მხოლოდ ცოდნას ძალუძს ადამიანი მონობისგან გაათავისუფლოს. ცოდნა გაგიხსნით თქვენ კარებს იმ სამოქმედო სფეროში, რომელიც სამყაროს დეკორაცია და სამყაროს სიბრძნეა. როდესაც თქვენ სილამაზესა და სიბრძნეს ემსახურებით, თქვენ ამ დროს ღმერთს ემსახურებით, ხოლო სხვა ყველა დანარჩენში თქვენ ოლიგარქიული სისტემის манипуляციაში იღებთ მონაწილეობას. ამიტომაც არის რომ ჩემი ცხოვრების დასაწყისშივე მე ავირჩიე ხელოვნება და ფილოსოფია და ამ ცოდნებმა მე მომცეს მიმართულება გასათავისუფლებად ყველაზე საუკეთესო გზა მეპოვნა.
ეპოვა. აბსოლუტურად ყველა ადამიანს შეუძლია რომ ამ გზით იაროს, მაგრამ ხალხის უმეტესობამ არ იცის ამის შესახებ, იმიტომ რომ მონური სისტემა ამ გზას არ არეკლამებს. ყოველი ადამიანის მთავარი მისია. ძალიან მნიშვნელოვანი ბრძნული ინფორმაციაა ეს. ცხოვრებაში არაფრის მიღწევა არ არის საჭირო. ამას ვიძახდი და ვიტყვი კიდეც მუდამ. მიენდეთ ცხოვრებას, დინების მიმართულებით იცხოვრეთ. თუ კი არის შესაძლებლობა რომ არ იმუშაოთ, მაშინ ნუ იმუშავებთ. მაგრამ ცხოვრებამ თუ მუშაობა გაიძულათ, იმუშავეთ. ფული გამოიმუშავეთ. თუ კი ცხოვრებამ ფული გარგუნათ, გიყვარდეთ ფული. იფიქრეთ ფულზე, გაამრავლეთ იგი. თუ ცხოვრებამ ფული არ გარგუნათ, მაშინ მიაფურთხეთ ფულს და ასე თქვით. მე ფულის გამო არ დავბადებული ვარ, მე თავისუფალი ადამიანი ვარ. თუ ხალხში გიყვართ, თუ ხალხში ცხოვრობთ, გიყვარდეთ ხალხი. მაგრამ თუ ხალხის გარეშე იქნებით, მაშინ მარტოობა გიყვარდეთ. მუდამ დინების მიმართულებით იცხოვრეთ. ცხოვრება თავად მიგანიშნებთ თუ რა უნდა აკეთოთ. თუ ცხოვრებამ კისერში ხელი მოგკიდათ და საომრად წასვლა გაიძულათ, მიაფურთხეთ ყველაფერს და იომეთ. თუ კი გაქვთ საშუალება რომ ომისგან თავი დაიცვათ და მიიმალოთ, მაშინ დაიმალეთ. თუ კი ცხოვრებამ პრეზიდენტად დაგნიშნათ, ტოტალურად იყავით პრეზიდენტი და შეინარჩუნეთ ძალაუფლება. ისევე როგორც ზელენსკიმ, პუტინმა და ლუკაშენკომ. ხალხს პირდაპირ განუცხადეთ, რომ არჩევნებით ხელისუფლების შეცვლა ფეხებზე გკიდიათ. სანამ მე ვარ პრეზიდენტი, ვერავინ ვერ შეძლებს ჩემი ძალაუფლების წართმევასო და ბოლომდე შეინარჩუნეთ პრეზიდენტობის სკამი. მაგრამ თუ კი ცხოვრებამ ყოველგვარი ძალაუფლებისა და შრომისგან გაგათავისუფლად, მაშინ შეიზიზღეთ ძალაუფლება და ავტორიტეტი. გიყვარდეთ თავისუფლება. თუ კი ცხოვრებამ ოჯახი და შვილები მოგცან, მაშინ გიყვარდეთ ოჯახი და შვილები და ხმამაღლა ამტკიცეთ, რომ ამ ცხოვრების აზრი ოჯახი და ბავშვებია. თუ კი ცხოვრებამ არ მოგცათ ცოლ-შვილი, მაშინ პირდაპირ და ღიად განაცხადეთ, რომ ოჯახის ყოლა ეს ყველაზე დიდი უაზრობაა და სიცოცხლე მარტო უნდა გავიაროთო. თუ კი ცხოვრებამ ცნობილ მომღერლად ან ვარსკვლავად გაქციათ, მაშინ დილიდან საღამომდე იმღერეთ. ჩაატარეთ კონცერტები, იარეთ გასტროლებზე, რათა ყველა ხედავდეს, რომ თქვენ დღე-დაღამე მღერი ხართ. თუ კი მსახიობი ხართ, ითამაშეთ. ნებისმიერ სულელურ როლში მიიღეთ მონაწილეობა. თუ კი ცხოვრებამ სოფელში ბინადრობა მოგანიჭათ, მაშინ გიყვარდეთ სოფელი და თქვით, რომ ქალაქი ნაგავია. ხოლო სოფელში ცხოვრება ბედნიერებაო, მაგრამ თუ კი თქვენ ქალაქური ტიპის მაცხოვრებელი ხართ, გიყვარდეთ ქალაქი და თქვით, რომ ქალაქში ცხოვრება დიდებული ბედნიერებაო და თუნდაც მხოლოდ ერთი ოთახი გქონდეთ კომპიუტერით და მეტით არაფრით, მაშინ იჯექით ამ კომპიუტერთან და გიყვარდეთ ეგ ოთახი და ეგ კომპიუტერი. თქვით, რომ ამ ცხოვრებაში სხვა ყველაფერი გკიდიათ და ყველაზე მთავარი სახში ჯდომაო და ითამაშეთ ეგ თქვენი კომპიუტერული თამაშები რამდენიც გინდათ. ყველგან და ყოველთვის მტკიცებით ფორმაში განაცხადეთ, რომ თქვენი მთავარი მიღწევა ის არის, რომ იყოთ ზუსტად ისეთი ადამიანი, როგორადაც თქვენ თავს თვითონ წარმოაჩენთ და იცხოვრეთ ზუსტად ისეთი ცხოვრებით, როგორითაც თქვენ ცხოვრობთ. იმიტომ რომ ზუსტად ეს არის ღვთისნება, რომ მოგცათ ზუსტად ასეთი ცხოვრება, როგორიც ახლა გაგაჩნიათ და თუ კი ასეთ ცხოვრებას მადლიერების გრძნობით გადიხართ, მაშინ თქვენ ღმერთის ნებას აღასრულებთ. როგორც იესო ქრისტემ თქვა, რომ დაიყოს ნება შენი და არა ჩემიო. აი ეს არის თქვენი პოზიცია, როცა შენი ცხოვრების მთლიანი მიმღებლობა გაქვს. და ენდობი ცხოვრება, შენ ამით ღმერთის ნებას იღებ და აღასრულებ და ზუსტად ეს გახლავს ადამიანის ყველაზე მთავარი მისია, რომ მიიღოს ღმერთის ნება, ანუ იცხოვროს თავისი ცხოვრებით და ამ ცხოვრებით იყოს კმაყოფილი. აი ეს ზოლი გავავლე რატომ, იცით? აი ეს ზოლი გავავლე რატომ? ცარიელი დაფა და ცარიელი ზოლი. რისი თქმა მინდა ეხა მე ამით? ეს არის ჩემი სივრცე სიტყვაზე, ხო? ვთქვათ, მარცხნივ არის ჩემი სივრცე, ჩემი პირადი სივრცე, მარჯვენა არის სხვა ადამიანის პირადი სივრცე. მოდი ახლა განვიხილოთ, რატომ არის ჩვენი ესე ვთქვათ, სოციუმი და ჩვენი საზოგადოება ასეთი ესე ვთქვათ, მენტალურ დაჩაგრულ მდგომარეობაში, ამდენ კომპლექსებში და ამდენ ესე ვთქვათ, გაუთვალისწინებელი და არასასიამოვნო პირობებში რომ უწევს ცხოვრება და რატომ გარბიან ადამიანები ვთქვათ საქართველოსდან. ყველაფერი რაც აქ ვისაუბრე, აი ყველაფრის მიზეზი აი ამ ლექციაშია. როდესაც მე მაგალითად სიტყვაზე ვიტახეთ, აი მაგალითად აი ციტატები ამოვიკითხოთ აი აქედან. ახლა ბოლო თავიდან. როდესაც ნახეთ, თუ კი ცხოვრებამ ოჯახი და შვილები მოგცათ, მაშინ გიყვარდეთ ოჯახი და შვილები და ხმამაღლა ამტკიცეთ, რომ ამ ცხოვრების აზრი ოჯახი და ბავშვებია. აი ეს ვარ მე. მარჯვნივ არის სხვა პიროვნება, მეგობარი, მეზობელი, უბნელი, ნათესავი. ვზივარ მე სუფრაზე, აი აქეთ მარცხნივ ვზივარ სუფრაზე, ჩემს პირდაპირზის მეორე მხარეს
ეს პიროვნება. და ეს პიროვნება ამ პიროვნებას სიტყვაზე ვთქვა, ამ შემთხვევაში ყავს სორშვილი და ის ამტკიცებს და კარგიც არის რომ ამტკიცებს რომ ცხოვრების აზრი ოჯახი და ბავშვებია, მაგრამ ეს ორი სხვადასხვა მულტივერსია სინამდვილეში. მე როდესაც სიტყვაზე ცოლშვილი არ ამყავს, ეხლა მე ერთიორჯერ რომ ვთქვი ცოლშვილი არ ამყავს, მე საერთოდ ცოლშვილი მყავს თუ არა, რომ წყავდეს ჯერ ერთი თქვენ ვერც გაიგებდით. მე მაგალითზე ვყვები აქ. ვიღაცამ დამიკომენტარა იქა, ანუ რა არ ვიცი ხა რა სიტყვებით უნდა შეაკო ესეთი ადამიანი, დამიკომენტარა, შენო საერთოდ ვინ გამოყვება ცოლათო, ესეთი ხარო, ისეთი ხარო. ანუ მე იმასაც ვერ ხვდებიან, რომ მაგალითისთვის ვყვები რაღაცა მოცემულობას, ჩემი მდგომარეობის მოცემულობას და არა ის რომ მე ჩემი პირად ცხოვრებას განვიხილავდე. აქ ჩემი პირად ცხოვრების განხილვაზე არ არის საუბარი. აქ არის ჩემი მაგალითს ვყვები, რომ მე აი აქ ვდგავარ მარცხენა მხარეს სუფრაზე და ჩემი მდგომარეობა არის ის რომ მე გავდივარ მარტოობის გზას ამ ეტაპზე. და ეს არის ჩემი მულტივერსი, ეს არის ჩემი სამყარო და არ არის აუცილებელი რომ როდესაც ეს ადამიანი ნახეთ, ადამიანები რომლებიც ოჯახს ქმნიან, ძალიან დიდ თავნებობაში გადადიან დღეისათვის საქართველოში. და ეს არის მე ვფიქრობ რომ აი ძალიან რბილად რო ვთქვა ძალიან დიდი სინაგლე. როდესაც ეს ზღვარი, ეს არის უხილავი ზღვარი, რომელიც უნდა ჩვენს გონებაში დავაწესოთ, რომ ვიღაცა რო არის უცოლშვილოდ, იმას თავისი გასავლელი გზა აქვს. დღეს შეიძლება ის არის უცოლშვილო და შენ ხვალ შენ დარჩე უცოლშვილო და იმას ყავდეს ცოლშვილი. გავიხსენოთ მართალი იობის ცხოვრება გავიხსენოთ ბიბლიიდან, რომ ყავდა ცოლშვილი, ბოროტი ძალები მე ღმერთსევნები ღმერთსევნებიან, რომ შენ იმიტომ გადიდებსო და შენს დიდებაში იმიტომ არის და იმიტომ არის მორწმუნეო, რომ ამდენი 9 თუ 10 შვილი თუ აღარ მახსოვს, ბევრი შვილი ყავსო, იობსო ბევრი შვილი ყავსო და მდიდარიაო. მოდი აბაო მიგვიშვი ჩვენო და გამოვცადოთო. წავართმევ სიმდიდრეს და ცოლშვილსო და თუ იქნება ისევ შენს დიდებაშიო. და ესეც მოხდა. წაიკითხეთ წმინდა იობის, მართალი იობის, მრავალტანჯული იობის, ანუ მართალი იობი დაგუგლეთ და წაიკითხეთ. ეს მცირედი ბიბლიიდან მცირედი წიგნი თავი. და მართლაც ასე მოხდება, ბოროტი ძალები მას წაართმევენ ცოლშვილს, სიმდიდრეს და რასაც ქვია რომ უსახკარო და გაბომჯდება, რასაც ქვია აი უსახკარო და დაავადებული გახდება და ზუსტად ისევ ადიდებდა ღმერთს იობი. აქ ამაზეა საუბარი, რომ რამ მდგომარეობაში შენ არ უნდა იყო, როგორც არ უნდა გიჭირდეს, შენ არ უნდა აგინებდე და ლანძღავდე არც მთავრობას, არც ეკლესიას, არც შენს ქვეყანას და არანაირი მდგომარეობა, ყველა ანუ მართალი იობის ცხოვრება ეს არის მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა იყოს ქრისტიანი ადამიანი. შენ რასაც მოგწევს ცხოვრება, კი, უნდა რაღაცა შექმნა შენთვისაც ნელ-ნელა, მაგრამ რასაც შენ ცხოვრება გაძლევს, იმისთვის უნდა იყოს შენ მადლიერი. და როდესაც შენ ოჯახი მოგწევ ცხოვრებამ, შენ უნდა იყო მადლიერი და იყო შენ ეს არის შენი რეალობა, შენი მულტივერსი, მაგრამ არ უნდა შეიჭრა შენ სხვის მულტივერსში და შენ რადგან 4 შვილი ყავს, 8 შვილი ყავს, 2 შვილი ყავს, ზევიდან არ უნდა დაუწყო ყურება მეორე პიროვნებას და ჭკუას არ უნდა არიგებდე, შენ ჭკუას არ უნდა არიგებდე, რომ შენ თუ როგორ უნდა იცხოვროს. იმიტომ რომ თუ კი ცხოვრებამ ოჯახი და შვილები არ მოგცა, აი გავაგზავნოთ ციტატა, თუ კი ცხოვრებამ თუ კი ცხოვრებამ არ მოგცა ცოლშვილი, მაშინ პირდაპირ და ღიად განაცხადეთ, რომ ოჯახის ყოლა ეს ყველაზე დიდი უაზრობაა და სიცოცხლე მარტო უნდა გავიაროთო. ხო. ამიტომ მე როდესაც თქვა სიტყვაზე კონკრეტულ პიროვნებას ცოლშვილი თუ ქმარშვილი რო არ აყავს, მისთვის ოჯახი, ანუ მის მულტივერსში ოჯახი ყველაზე დიდი უაზრობაა. მაშინ აქედან რომელია, მაშინ მე შემიძლია ვასწავლოს მეორე მხარეს, რომ რატომ შექმენი ოჯახი, რატომ იტანჯავ თავს. ამიტომ არც ერთი არ არის სწორი. შენ უნდა დაეტიო შენ ტყავში, შენს პირად სივრცეს მიხედო და აქეთ უნდა დატოვო მეორე მხარეს ამ ადამიანის პირად სივრცეს და ამ ადამიანის პირად სივრცეს უნდა სეპატივი. ეს ძირითადად ხდება ნაცნობებთან შეხვედრის დროს, მასიურად ხდება სუფრებზე, რატო ცოლი არ მოიყვანე ბიჭო, რატო არ გთხოვდები და ასე შემდგომ და ასევე ოჯახებში, მშობლების მხრიდან და ეს არის ერთგვარი ძალიან დიდი ბულინგი, ძალიან დიდი ფსიქოლოგიური ზეწოლა ადამიანზე, იმიტომ რომ თქვენ ეხებით გეუბნებით გოგოს და ბიჭის შემთხვევაში, ორივე შემთხვევაში თქვენ ეხებით ადამიანის ყველაზე მიმალულ ტრამვებს, ყველაზე დაფარულ ტკივილებს, რის გამოც მათ ვერ შექმნეს ოჯახი სიტყვაზე. ხო და რაღაცა პრობლემები შეექმნათ, რაღაცეებისე ვერ დაემთხვათ.
ან პირდაპირ შემიძლია თქვა რომ ამ ცხოვრებაში აი ეხლა მე ვამბობ აი არის ფიზიკური წამება და არის ფსიქოლოგიური ბულინგი ხო აი მორალური წამება როდესაც ადამიანს შეუჩდებიან ხოლმე აი ადამიანს შეუჩდებიან ხოლმე და უწყებენ ამ თემებზე ლაპარაკს როგორ უნდა მოიყვანოს ცოლი რა უნდა გააკეთოს და ესე ვთქვათ დანაშაულის გრძნობას ნერგავენ მათში ესა ერთგვარი манипуляცია და ძალადობაა მე მიმაჩნია რომ აი ამ ცხოვრებაში და ამ სამყაროში ამაზე დიდი ძალადობა ფსიქოლოგიური არ არსებობს იმიტომ რომ შენ ისე რომ არც იცი გაუთვითცნობიერებლად ალბათ ძირითადად ეხები მის ისეთ ტრავმებს ანუ პირდაპირ ყველაზე მტკივნეულ სენსორებს ეხები აჭერ ხელს აი ღია ჭრილობებში აჭერ ხელს და აი ამ დროს შეიძლება ნებისმიერ ადამიანი აფეთქდეს და ძალიან ცუდი ესე ვთქვა ძალიან ცუდი პასუხი გაქცეს და მეც გამიცია ხოლმე ძალიან ცუდი პასუხი ან კიდე შეიძლება ადგეს და ყელი გამოგჭრას რა პირდაპირ ვიძახი და მომხდარა კიდევაც ეგეთი ფაქტები რა ამიტომ ეს არის ცეცხლთან თამაში ნუ შეეხებით სხვის პირად სივრცეს ვიღაცა აი მაგათად სადღაც ვიყავი და ნაცნობ აუ ჩვენო ცოცო დავშორდიო მეუღლესო მორჩა გასაგებია მეთქი მორჩა ეხა და ნებისმიერი ჩემს ადგილზე მყოფი ნებისმიერი ადამიანი დაუწყებდა კითხვების დასმას რატომ დაშორდი რას ქვია რატომ დაშორდი ვინ გეკითხება როგორც მე არ მეკითხება რომ რატო დაშორდა ის ჩემი ნაცნობი თავის სოლს ისე არავის არ ეკითხება რატომ არ მოყავს ცოლი რატო და ასე შემდგომ ეს არის კატასტროფა ხახნო ყველაზე დიდი ბულინგი ყველაზე დიდი დამცირება და შეურაცხყოფა ადამიანის ეს არის საშინელება რა ჩვევაც რომელიც ჩვევაც ადამიანებმა ესე ვთქვათ ვერ გადააგდეს საქართველოში და არ ვიცი ალბათ ამ ჩვევის გადაგდება მოხდება იმით რომ მიგრანტები შემოვლენ და ქართველების ადგილს დაიკავებენ ისინი და შეიძლება ესე ვთქვათ ქართველების ხსენების გაქრობად დაუჯდეთ აი ამ ყველაფრის აი ამ ცუდი ტრადიციის გაქრობა ქართველებს დაუჯდეთ თავიანთი სახსენებლის გაქრობად რა აი რამდენად სწორად ჩამოვაყალიბე ეხლა გავაგზავნოთ კიდე რამდენიმე საკითხი აი მაგალითად თუ კი ომში გეძახიან მიაფურთხეთ ყველაფერს და წადით და იომეთო ვიყავით თქვა სავალდებულო ჯარში ომში გვიწევდნენ მივდიოდით როდესაც სიქხარ უნდა წახვიდე მაგრამ მე YouTube-ზე დავდე კიდევაც რომ მე როდესაც გამოვედი და მე უკვე ჩემი მულტივერსი და ჩემი რეალობა სხვა არის უკვე მე უკვე ვაცხადებ რომ ნებისმიერი ომი გინა ის რუსეთ-თურქეთის გინა საქართველოს-რუსეთის გინა რუსეთ-საქართველოსი არც ერთ ომში მე მონაწილეობას აღარ მივიღებ იმიტომ რომ დღეს მე ვიცი რომ ყველა პრეზიდენტი ერთმანეთთან შეთანხმებულია და ისინი აწარმოებენ ერების გენოციდს და ამ ყველაფერს აკეთებენ პატრიოტიზმის ლოზუნგით ახოცინებენ ხალხს ერთმანეთს და დღეს არ არის რეალური ომი აღარ ხდება დღევანდელი ბრძოლის ხაზი გადის იმაზე რომ საზოგადოებამ გამოიგვიძოს ან არ გამოიგვიძოს საზოგადოება თუ გამოიგვიძებს აი ეგ არის ყველაზე დიდი ომი რომ ჩვენ საზოგადოება უნდა გამოვაღვიძოთ იმიტომ რომ გამოუღვიძებელი საზოგადოება და მძინარე საზოგადოება ყოველთვის იქნება იარაღი ამ პოლიტიკური ელიტების ხო ასევე გიყვარდეთ ანუ ერთ შემთხვევაში ადამიანებს უყვართ ქალაქში ცხოვრება მეორე შემთხვევაში ადამიანებს უყვართ სოფელში ცხოვრება მე ხა სოფელში მაცხოვრებელი ადამიანებისგან ძალიან ხშირად გამიგია ხოლმე ვთქვამთ ხოლმე რომ აი ვიყავი თბილისში ერთხელ-ორჯერო და აი ძალიან არ მომეწონაო და არ არის საჩემო ქალაქიო და მოკლედ ვერ ვიტან მადაურობასო მე არასოდეს არაფერი არ მithოს იმიტომ რომ მე ძალიან კარგად ვიცი და მესმის მათ იმიტომ რომ თბილისი საერთოდ სხვა რამე თბილისი არის სხვა ტიპის ურთიერთობა და საერთოდ სხვანაირად ჰაერი სუნი ნესტი ყველაფერი სხვანაირად იგრძნობა ყოველ შემთხვევაში ადრე იგრძნობოდა ეხლა მანქანებით არის გადავსებული და სხვა რამეა ეს თუ შენ წლების განმავლობაში არ გიცხოვრია და თბილისურად არ გიცხოვრია კონკრეტულად თბილისურად სხვანაირად შენ ამას ვერ შეეგრძნობ და შენ მე ვერ ავუხსნი და ვერ დავაძალებ რაიონიდან ჩამოსულ ადამიანს რომ უყვარდეს ქალაქი ან სოფელი ან კონკრეტულად თბილისი ასევე ვერ შეაყვარებ შენ ქალაქში მაცხოვრებელი ადამიანი არის გეიმერი რაღაცა სკეიძზე კატაობს იქ რაღაც ქალაქურ ურბანულ ცხოვრებაშია ჩართული შენ იმას ვერ შეაყვარებ სოფელს ამიტომ ყველამ თავისი ცხოვრებით უნდა იცხოვროს მაგრამ ერთმა არ უნდა დაუწყოს ჭუის რიგება მეორეს მე ქალაქური ცხოვრებითაც ვცხოვრობ და სოფლური ცხოვრებითაც ვცხოვრობ ამ ეტაპზე ხან ისია ხან ასე ხან კარავში მძინავს მიწაზე და ბედნიერი ვარ და ხან
პენტჰაუსებში მაქვს ხოლმე შეხვედრები და რაღაც ჩანიშნული კონფერენციებზე ვარ მისული და 1000 რამეზე და სწავლებაზე და ვორქშოპებზე და 1000 რამეზე ხო ხვდებით? ანუ მე ამიტომ მე ბევრ მულტივერსში მოღვაწო. ჩემი მულტივერსი ძალიან ბევრია, მაგრამ არ შეიძლება რომ მე მით უმეტეს მე რომელსაც ამდენი მულტივერსი გამაჩნია, არ შეიძლება რომ ის ვისაც ერთი საკუთარი მულტივერსიც კი არ გააჩნია და უბრალოდ ცოლი მოიყვანა და სულ ზღაფავს მისი არსებობა და თავის თავს აჯერებს რომ ბედნიერია, მე მარიგოს ჭკუა რა, ანუ მე მარიგოს ჭკუა, ეს არის საშინება. ამიტომ არის რომ უკვე ეს თქვა ცნობიერება ამაღლებული ადამიანები ხალხთან ურთიერთობას გაურბიან, იმიტომ რომ შენ ვერ უხსნი, ვერ აუხსნი, მაქსიმუმ 2-3 მკაცრი სიტყვა უთხრა და გაეცალო, ვერ უხსნი რომ იცი რა, შენ არ გაქვს უფლება, იმიტომ რომ ეს არავის არ უსწავლებია. არავის არ უსწავლებია, ან კიდე მშობლებიც ასე იქცევიან, შენი ოჯახის წევრები ასე იქცევიან, ათესავები ასე იქცევიან, განიხილავენ ვის უნდა გაყვეს ცოლა და ასე შემდგომ. ან ვინ რატო დაშორდა და ასე შემდგომ. ეს არავის საქმე არ არის, ყველა უნდა მიხედოს თავის საქმეს. აი მაგათად პრეზიდენტობაო და ისა თუ კი შენ ძალაუფლება მოგეცა, თუ კი მოგეცა ძალაუფლება, უნდა შეინარჩუნო, მაქსიმალურად უნდა შეირგო, მაგრამ თუ კი არ მოუწია შენთვის ცხოვრებას ძალაუფლება, მაშინ უნდა გეზიზღებოდეს, ვერ უნდა იტანდე ძალაუფლებას და ავტორიტეტს და უნდა ესე თქვა გაურბოდე ამ ყველაფერს და ტკბებოდე უბრალოდ ცხოვრებით. აი ეს ყველაფერი არის ზუსტად ადამიანის თავარი მისია, რომ ყოველი ადამიანის თავარი მისია, რომ შეიტკბოს ის რაც მისცა ღმერთმა და როდესაცო ერთი ტიპი ყვებოდა, როდესაც შენო არ გაქვს საშუალება დუბაიში წასულისო, აქ იგულისხმება რაღაცა ფოი დასვენების ამბავში, შენ თუ დუბაიში წასვლის საშუალება არ გაქვს, მაშინ ცეცხლი დაანთეო. ცეცხლის დაანთების საშუალება ხო გაქვს, ცეცხლი დაანთე და მაგ ცეცხლით იბედნიერეო. და როდესაც გაბედნიერდებიო, რომ ცეცხლი დაანთე და რაღაც გათბი და დატკბი ამ ბუნებრივ რაღაც აქტით, ხო? მაშინ ამის შემდგომ დუბაიც იქნებაო. აი ეგრეა ყველაფერი ხალხო.